გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, 28 თებერვალია დღეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიული დღეა, დაიწყო ის, რასაც ველოდებოდით უკვე დიდი ხნის განმავლობაში, რაც არავისთვის არ არის სიურპრიზი პრინციპში, დიდი სამხედრო მზადების, არაფრის მთქმელი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლის შედეგი პრინციპში ბევრისთვის აბსოლუტურად ნათელი იყო, დაიწყო სამხედრო ოპერაცია კომპლექსური, რომელშიც ჩართული არის ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი. ისინი ახორციელებენ დარტყმებს უკვე რამდენიმე საათია ირანის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქალაქებში, ძირითადად სამიზნეები არის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, სამხედრო პირები, რომლებიც წარმოადგენენ ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსს და სხვა მნიშვნელოვან რგოლებს ირანის რეჟიმის დასაყრდენს, ასე ვთქვათ, მიმდინარეობს ასევე დარტყმები ბირთვულ ობიექტებზე, სამხედრო ობიექტებზე, საწყობებზე, რაკეტების განთავსების ადგილებზე და ასე შემდეგ. როგორც თქვი, ისრაელი არის ჩართული ამ პროცესში აქტიურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად და ასევე ჩვენ ვნახეთ უკვე გასული საათების განმავლობაში პირველი პასუხიც ირანის რეჟიმის მხრიდან, მათ რამდენიმე ტალღა უკვე განახორციელეს დარტყმების ბალისტიკური რაკეტებით ისრაელზე და ასევე დაარტყეს სპარსეთის ყურეში რამდენიმე ქვეყანას, სადაც არის განთავსებული ამერიკული ბაზები. ამას უკვე მოყვა პირველი რეაქციების და ამ ვიდეოში მათ შორის შევეხები ამბავს, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა საუდის არაბეთი, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩაერთოს ამ ოპერაციაში ისრაელთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. მოკლედ მოახერხებენ საბოლოოდ, მე მგონი, ირანელი აიათოლები იმას, რომ გადაიმტერებენ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. ხო, მოკლედ განსხვავებული რეჟიმია მუშაობის და მეც შევეცდები, რომ მივყვე, მართალია არ მუშაობ ლაივ რეჟიმში, მაგრამ ვეცდები, რომ ინტენსიური იყოს ინფორმაციები, რომელსაც მოგაწვდით და დღის განმავლობაში ალბათ კიდევ დავდებ დამატებით ვიდეოებს, დროს ასე გავანაწილებ, რომ დაახლოებით 60 საათში ერთხელ გქონდეთ განახლებული ინფორმაცია, შეჯამებული ინფორმაცია, რა არის ახლა ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ დროისთვის, რადგან ვახსენე, ახლა არის დაახლოებით 4 საათი საქართველოში, დავიწყებ ამ ვიდეოს ჩაწერას და შემოგთავაზებთ რამდენიმე მნიშვნელოვან კადრს, რომელიც ადასტურებს ამ ოპერაციის მიმდინარეობას და მის შედეგებს, ასევე გაგაცნობთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილებს და პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს. დავიწყოთ პირველ რიგში, მინდა გაჩვენოთ ვიდეო, რომელიც მე თავად ვნახე პირველად, როცა ესეთი breaking news-ი გახდა ცნობილი და რამაც ამ ვიდეოში ჩემი ყურადღება მიიქცია, იყო ის თუ როგორ შეხვდნენ თავად ირანის მოქალაქეები ამ ოპერაციის დაწყებას, რომელსაც პრინციპში დიდი ხანია უკვე ელოდებიან. ტრამპი მათ დაპირდა, რომ დახმარება გზაში იყო და ამ დახმარებამ ზოგისთვის დააგვიანა იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ემსხვერპლა გამოსვლებს, ირანის რეჟიმმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ პროტესტი ჩაეხშოს სისხლში და 30,000-ზე მეტი ადამიანი არის დაღუპული სხვადასხვა მონაცემებით. შესაბამისად, დიდი გლოვა იყო ირანში, იყო მცდელობები, რომ ამ წნეხის მიუხედავად მაინც გამოსულიყვნენ ქუჩაში, იყო ისეთი პროცესებიც, როცა ხედავდით, რომ საკუთარი სახლების ფანჯრებიდან ღამე ყვიროდნენ სიკვდილი ხამენეის, იმიტომ რომ ქუჩაში გასვლის შემთხვევაში შეიძლება მათთვის ვინმე ესროლა. აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს რეაქცია, რასაც ახლა მოვისმენთ. ნახეთ ხო, თეირანი იბომბება და ამ დროს ადამიანები მის ნაცვლად, რომ რაღაცა ეშინოდეთ, ტიროდნენ, პანიკაში იყვნენ, ისინი არიან ძალიან გახარებულები და ვერ მალავენ საკუთარ ემოციებს, ტაშს უკრავენ და ესე ხმამაღალი ოვაციებით გამოხატავენ რეაქციას იმის ფონზე, რასაც ხედავთ ახლა კადრში. დაიბომბა თეირანი ძალიან მძიმედ,
ცაში არის ახლაც როცა მე ვლაპარაკობ, უამრავი ავიაგამანადგურებელი, როგორც ამერიკული, ასევე ისრაელის საჰაერო ძალების, გარდა ამისა მობილიზებული არის დიდი ფლოტილია, როგორც მას ტრამპმა უწოდა და ხდება საზღვაო ხომალდებიდანაც ტომაჰავკის ტიპის რაკეტების გაშვება. შემდეგ ვიდეოზე გადავიდეთ, ესაც ასახავს თეირანში ერთ-ერთ პირველ დარტყმებს და ასევე ასახავს ადგილობრივი მოსახლეობის რეაქციებს. ჩაიდურთება. ხო, მოკლედ, ეს ნაწილი გავიარეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში ირანის მოსახლეობის არის კმაყოფილი იმით, რაც ახლა ხდება და ისინი არიან დიდი ცვლილებების მოლოდინში. ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი. ფაქტია, რომ იმ პროტესტში, რომელიც ნახეთ იანვრის დასაწყისიდან, უпростоრად დეკემბრის ბოლო რიცხვებში დაიწყო, მასობრივად იყო ხალხი ჩართული არაერთ ქალაქში ქვეყნის მასშტაბით. ათობით და ასობით ათასი ადამიანი აპროტესტებდა რეჟიმს და სკანდირებდა ქუჩებში, რომ უნდა დაბრუნდეს შაჰი. ითხოვდნენ ისინი სწორედ რეზა ფეჰლევის მხარდამჭერი გამოსვლები ისმოდა, სხვათა შორის რეზა ფეჰლევის ვიდეო მიმართვაც გავრცელდა და ამას ცოტა ხანში ვნახავთ. მანამდე გავყვეთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, რაც არის ამ დროისთვის ცნობილი. აქ ნათქვამია, რომ სამიზნეებს შორის არიან მაღალი თანამდებობის პირები, სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა და პირველ რიგში ნახსენები არის სულიერი ლიდერი ალი ხამენეი და პრეზიდენტი ფეზეშქიანი. ეს არის აქსიოსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკვე განხორციელდა დარტყმები მათ ლოკაციებზე, ადგილსამყოფელი სადაც იყო დადგენილი აი ამ პირების, მათ შორის ალი ხამენეის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია. თუმცა ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ ხამენეის ადგილსამყოფელს დაარტყეს. ვნახოთ, ეს მომდევნო საათებში ან მომდევნო დღეებში უნდა გახდეს ცნობილი, მაგრამ ლოგიკურია, პრინციპში საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ სწორედ სულიერი ლიდერი და უმაღლესი თანამდებობის პირები ყოფილიყვნენ სამიზნე. აქ კიდევ მორიგ კადრს ვხედავთ ახლა ჩვენ, სადაც ასევე თეირანზე განხორციელებული იერიშები არის, რომ აღვიქვათ მასშტაბი რა ინტენსივობით მიმდინარეობს ეს სამხედრო ოპერაცია. ხო, სხვათა შორის კოდური სახელწოდებაც მიენიჭა ამ ოპერაციას. ისრაელმა გაავრცელა თავდაპირველად, რომ თითქოს ამ ოპერაციის სახელი იქნებოდა იუდას ფარი. მოგვიანებით განახლდა ეს ინფორმაცია, დაზუსტდა და ითქვა, რომ ამ ოპერაციას საბოლოოდ უწოდეს ლომის ღრიალი. აი ესეთი სახელი შეურჩიეს. როგორც იცით, ასეთ ოპერაციებს ახასიათებს მსგავსი სახელების მინიჭება, მაგალითად Midnight Hammer, შუაღამის ურო უწოდეს იმ ოპერაციას, რომელიც გასულ წელს ივნისში ჩატარდა ირანის ტერიტორიაზე, ასევე ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით და მაშინ მთავარი სამიზნე იყო ბირთვული ობიექტები. ამჯერადაც ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სწორედ ბირთვული პროგრამა ირანის. ეს იყო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემაც. ამერიკის პრეზიდენტმა, რომლის მიმართვასაც გაჩვენებთ ამ ვიდეოში, გასაგებად თქვა, რომ ირანელებს უნდა წარმოეთქვათ ჯადოსნური სიტყვები, რომ ისინი არ შექმნიდნენ ბირთვული იარაღს. ამის პირობა უნდა დაედოთ და უნდა შეეწყვიტათ ყოველგვარი ბირთვული პროგრამები, გამდიდრებული ურანი უნდა გადაეცათ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ბევრი სხვა მოთხოვნაც იყო, იგივე სარაკეტო შესაძლებლობების შემცირება და სარაკეტო ბალისტიკური რაკეტების პროგრამების დახურვა, პროქსი ძალების ხელშეწყობაზე, დაფინანსებაზე, შეიარაღებაზე უარის თქმა. და როგორც ჩანს, ამ მოლაპარაკებებმა ფაქტია უკვე, რომ შედეგი ვერ გამოიღო. ამ ნიუსში ჩვენ ვკითხულობთ, რომ დაახლოებით 30 სამიზნე იყო პირველ ეტაპზე ამოღებული ირანის ტერიტორიაზე, კონკრეტულად თეირანში. ამ შემთხვევაშიც ვრცელდება ვიდეო კადრები, რომელიც ასახავს ძლიერ აფეთქებებს და მის შედეგებს. ერთი ვიდეო, ეს უკვე მეორეა. ეს თუ არ ვცდები, ერთი და იგივე
ადგილს ყოველ შემთხვევაში ვიზუალურად გავს ეს აფეთქების ეფექტი ერთმანეთს. თეირანი არის გასაგებია, რომ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ეს ფოტომასალაც გადაღებული არის თეირანთან ახლოს და ამ წყაროს ინფორმაციით ამ შემთხვევაში სამიზნე იყო ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სათაო შტაბი, ასე ვთქვათ, და ხედავთ რამხელა აფეთქება არის, საკმაოდ შორი მანძილიდან გადაღებული კადრია და ჩანს უზარმაზარი ნგრევა, დიდი ალბათობით აქ ვერაფერი ვერ გადარჩებოდა. ეს უკვე არის ქალაქი ქერმანშა, სადაც ასევე ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ობიექტები დაიბომბა. ამ შემთხვევაში საუბარია სარაკეტო ბაზებზე, რომელსაც დაარტყეს და ამგვარი კადრები ვრცელდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გავრცელებული, გადაღებული უпростоრად. კი ბატონო, შემდეგ რა გვაქვს? შემდეგი ეს არის ამ ნიუსის ავტორი გვიყვება ასეთ რამეს, რომ ეს არის მომენტი, როდესაც საჰაერო დარტყმა განხორციელდა ბალისტიკური რაკეტით, რომელიც გაშვებული იქნა ისრაელის საჰაერო ძალების მხრიდან. უშუალოდ ალი ხამენეის ადგილ სამყოფელზე, მის ერთ-ერთ რეზიდენციაზე, თეირანის ტერიტორიაზე არის საუბარი, ნახოთ ეს კადრი. زدن یافت ხედავთ უმძიმესი აფეთქება არის. სხვათა შორის ერთი ფოტო შემომხვდა, სადაც ზეთხედით იყო დაფიქსირებული აი ეს ადგილი, სადაც ეს აფეთქება მოხდა და მთლიანად ეს კომპლექსი იყო სრულად მიწასთან გასწორებული. მთავარი კითხვის ნიშანი არის ახლა შემდეგი. გასაგებია, რომ სადაც ვარაუდობდნენ, რომ იყო ირანის სულიერი ლიდერი ამ ლოკაციაზე განხორციელდა დარტყმა, მაგრამ მთავარი კითხვა ცხადია არის ის იმ მომენტში იყო თუ არა იქ ირანის სულიერი ლიდერი, ხო? თუ გავითვალისწინებთ ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო შესაძლებლობებს, მათ დიდი ალბათობით არ გაუჭირდებოდათ ამ ინფორმაციის მიღება, მით უმეტეს იმ რყევის პირობებში, რაც არის და იყო წინა პერიოდში თავად ირანის რეჟიმის შიგნით. დარწმუნებული ვარ, ბევრი ცდილობდა ამ ჩაძირვისთვის განკუთვნილი, განწირული გემიდან გადახტომას და ბევრი ახლაც ფიქრობს იმას, რომ რა მხარე აირჩიოს საბოლოოდ, შესაბამისად ბევრი იქნებოდა ინფორმატორი და მოსადს და ამერიკულ სადაზვერვო სამსახურებს ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. დიდი ალბათობით, გამოჩნდება ეს ყველაფერი, ცხადია, ვრცელდება ასევე ცნობების სხვა პირების ლიკვიდაციის შესახებ, რომელსაც ცოტა ხანში შევეხები. მანამდე ეს ნიუსი გვიყვება პირველი საათების დაკვირვების შედეგების შესახებ, რომ გარკვეულწილად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გაინაწილეს სამიზნეები. ანუ საუბარია იმაზე, რომ შტატების საჰაერო ძალები დარტყმებს ძირითადად ახორციელებს ირანის სამხედრო ბაზებზე, რაკეტების განთავსების ადგილებზე და შეიარაღების საწყობებზე, ხოლო ისრაელის საჰაერო ძალები, ისრაელის ავიაცია უფრო მეტად ორიენტირებულია დარტყმების განხორციელებაზე, მაღალი რანგის პოლიტიკური პირების და სამხედრო პირების ლიკვიდაციისთვის. აი ესეთი საინტერესო ცნობა, რომელიც გაავრცელა N-Strike-მა, ეს საკმაოდ პოპულარული გვერდია, რომელიც ზოგადად კონფლიქტებს მიმოიხილავს და უკრაინის ომის მონიტორინგის პროცესშიც აქტიურად არის ჩართული. ხო, შემდეგ ვიზიონერი, სხვათა შორის ქართული წყაროა, ძალიან კარგი გვერდია, რომელიც ოპერატიულად მუშაობს და ყოველთვის სანდო ინფორმაციას ავრცელებს ხოლმე, ინგლისურენოვან კონტენტს გვთავაზობს ყოველდღიურ რეჟიმში. ამ შემთხვევაში ვიზიონერის ნიუსი ეხება იმას, რომ ერთ-ერთი მოქალაქე ადასტურებს დარტყმას თეირანში, სწორედ იმ ადგილას, სადაც არის ალი ხამენეის რეზიდენცია. ხო, მოკლედ ბევრი სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებული კადრი არის გავრცელებული კონკრეტულად ამ ადგილთან მიმართებით, რაც გასაგებია, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. აქაც ამ შემთხვევაშიც
სწორედ ამაზე არის საუბარი, რომ ხამენეის ბუნკერი იყო სამიზნეში ამოღებულიო. არ ვიცით, უნდა ვნახოთ, გაირკვევა ახლო მომავალში ალბათ. თუმცა შესაძლოა, რომ იყოს ლიკვიდირებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ამის შესაძლებლობა ექნებათ დამალონ ეს ინფორმაცია. მანამდე ასევე სხვა სამიზნეების განადგურების შესახებ ვისაუბროთ. ამ ნიუსში საუბარია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამია, რომ IRGC-ის ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სახმელეთო ძალების ხელმძღვანელი მუჰამად პაკპური და თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირ ზადე არიან დიდი ალბათობით ლიკვიდირებული. აქაც არ არის 100%-იანი ცნობა, თავად ისრაელის თავდაცვის ძალებიც დაზუსტებით ამას არ ამბობს, მაგრამ დიდი ალბათობით არიან ლიკვიდირებული, ამას ხაზს უსვამენ. სამიზნეებზე ზუსტი იერიშების მიტანა სამ შემთხვევაში უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის რაკეტები, მათ შორის ბოლო საათების განმავლობაში გავრცელდა არაერთი კადრი, რომელშიც ნაჩვენები არის ამერიკული ტომაჰავკების ფრენა. ეს არის დღეისათვის მსოფლიოში არსებული ერთ-ერთი თუ არა ყველაზე მეტად ზუსტი იარაღი, რომელსაც დიდი რაოდენობით ფლობს და აწარმოებს ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის მიღება მათ შორის უკრაინას სურდა და იყო ამაზე მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მიიღო. ტომაჰავკებს მოკლედ ამერიკული ხომალდებიდან დიდი რაოდენობით უშვებენ ახლა ირანის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით. აქ ერთ-ერთი მთიანი რეგიონია ნაჩვენები, სადაც ხედავთ რამდენი ალბათ აღიქმება ეკრანზე რამდენი ერთეული ტომაჰავკი მიფრინავს. სულ რაღაც 39 წამიანი ვიდეოა და ნახეთ რაოდენობა, უბრალოდ მასშტაბს დააკვირდით. ყველა მათგანი გამიზნული არის კონკრეტული ობიექტის გასანადგურებლად და ცდომილება არის მინიმუმამდე დაყვანილი. თუ ეს რაკეტები გაისროლეს და ამოიღეს სამიზნეში კონკრეტული ობიექტი, ძალიან დიდი ალბათობით ის ობიექტი არის განადგურებული. ეს უკვე უნდა იგულისხმებოდეს. კიდევ ერთხელ ვნახოთ ეს მასალა, რომ მეტი წარმოდგენა შეგვექმნას ავიაიერიშების, სარაკეტო იერიშების და ზოგადად ამ ოპერაციის მასშტაბზე. ამ მასშტაბზე პრინციპში მეტყოლებდა ის მობილიზებაც, რომელიც ვნახეთ. ირანის გარშემო მოხდა თავმოყრა არაერთი ხომალდის, არაერთი ავიამზიდის, აბრაამ ლინკოლნი, ასევე ჯერალდ ფორდი ბოლოს, რომელიც შევიდა ოპერაციის ზონაში, ასე ვთქვათ, რომელსაც განთავსებული არის თავის მხრივ ათეულობით ავიაგამანადგურებელი, მათ აქვთ დიდი სარაკეტო არსენალი და გარდა ამისა ეს ავიამზიდები მოიცავს თანმხლებ გამანადგურებელ გემებსაც. შედეგს ხედავთ რაც არის და შედეგს ალბათ კიდევ მომდევნო დღეების განმავლობაში უფრო მეტად ვნახავთ. ამ ნიუსში საუბარი არის გარკვეულ სტატისტიკაზე. 500-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი არის ჯამში ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მობილიზებული ამ ოპერაციისთვის და უშუალოდ დამრტყმელი ავიაგამანადგურებლების გარდა საუბარია კიდევ 200 თვითმფრინავზე, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს ამ ოპერაციას. აქ იგულისხმება როგორც სატვირთო თვითმფრინავები, ასევე იგულისხმება საჰაერო ტანკერები, რომლებიც გამოიყენება ავიაგამანადგურებლების საწვავის ავზების შესავსებად ჰაერშივე და იგულისხმება ცხადია საჰაერო დაზვერვის თვითმფრინავები. გავაგრძელოთ. მივედით ტრამპის მიმართვამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 8 წუთიანი ვიდეო მიმართვა. ამ 8 წუთიან ვიდეო მიმართვას მე ბოლომდე ცხადია არ იქნება რელევანტური, რომ ჩავრთო ახლა ეს ვიდეო და გასმენინოთ ინგლისურ ენაზე და მე სინქრონულად ვთარგმნო, ამიტომ ძირითად აქცენტებზე თავად გიამბობთ. ტრამპმა ასეთი რამ თქვა, რომ ბოლო დღეებში ამბობდა პრინციპში, გუშინდელი განცხადებებიც მახსოვს, რომ ირანელებმა 47 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სისასტიკე ჩაიდინეს
აქცენტი გააკეთა მათ შორის ამერიკის მოქალაქეებზე, რომლებიც მათი ხელით არიან დაღუპული. როგორც ირანის რეჟიმის, ასევე მის მიერ მხარდაჭერილი პროქსი ძალების მხრიდან და თქვა რომ 47 წლის განმავლობაში არა მხოლოდ ამერიკელი მოქალაქეები დახოცეს, არამედ საკუთარ მოქალაქეებსაც უმძიმესად უსწორდებოდნენ, თქვა რომ ხალხს ასახიჩრებდნენ, აღრჩობდნენ, აწამებდნენ და ასე შემდეგ. ახსენა ცხადია 32,000 ამ რაოდენობას იმეორებს ბოლო პერიოდის განმავლობაში ტრამპი, 32,000 დემონსტრანტი მხოლოდ ბოლო აქციების დროს ირანის რეჟიმმა იმსხვერპლა საკუთარი მოქალაქეები. ამ მიმართვაში ასევე ისაუბრა საფრთხეზე, რომელსაც წარმოადგენს ირანის არსებული რეჟიმი და რისკებზე, რომელიც უკავშირდება მათ შორის ბირთვული იარაღის შექმნას. ტრამპმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ირანს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა კონდეს ბირთვული შეიარაღება და პირობა დადო, რომ ირანის რეჟიმი იქნება ამ ოპერაციის შედეგად განადგურებული. აქვე მიმართა ტრამპმა ირანელ ხალხს, ისაუბრა მათი თავისუფლების სურვილზე, მხარი დაუჭირა თავისუფლებისთვის მებრძოლ ირანის მოსახლეობას და თქვა, რომ პრინციპში ესეთი საკითხით შემოიტანა, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ჩვენ ამ ოპერაციით ხელს გიწყობთ, რომ იცხოვროთ თავისუფალ ირანში და შემდეგ უკვე თქვენ გადაიბაროთ ეს სახელმწიფო და ვნახოთ ახლა თქვენ როგორ მოიქცევით. აი ეს საკითხი შემოიტანა ტრამპმა, რაც ჩემთვის იყო პრინციპში საგულისხმო, მან ესე იგი დაავალდებულა გარკვეულწილად ირანელი ხალხი, რომ შემდგომში უკვე უნდა მოხდეს რეალური გარდაქმნა ამ სახელმწიფოსი და უნდა მოხდეს ირანის უსაფრთხო და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ქვეყნად ჩამოყალიბება. ეს იყო ტრამპის გზავნილი, ასევე მან ირანში მყოფ ხალხს მოუწოდა, რომ დარჩნენ თავშესაფრებში, დარჩნენ სახლებში, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ მიუახლოვდნენ ისეთ ობიექტებს, სადაც განთავსებული არის პირობითად სამხედრო ბაზები ან პოლიტიკური ხელმძღვანელობის შტაბებია და ასე შემდეგ, ანუ სამთავრობო შენობებს და სამხედრო ობიექტებს მოერიდეთო ურჩია ტრამპმა ამ ვიდეო მიმართვაში ირანის მოსახლეობას. აი ეს იყო ძირითადი გზავნილები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო. ოპერაციის დაწყების შემდეგ ვიდეო მიმართვა გაავრცელა ასევე რეზა ფეჰლევიმ, შაჰის მემკვიდრემ, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ფიგურად ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. მის სახელს სკანდირებდნენ სწორედ ქალაქების ქუჩებში ირანში, როდესაც იმართებოდა დიდი პროტესტი და ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი გზავნილები ქონდა რეზა ფეჰლევის, რომელსაც პირობა აქვს დადებული, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება ირანში და გადაიბარებს ქვეყანას პირველ რიგში ტრანზაქციული პერიოდის თვის, ასე ვთქვათ, 100 დღიან გარდამავალ პერიოდს აანონსებს ფეჰლევი, რის შემდეგაც უკვე თავად ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი თუ რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს. პირველ რიგში 100 დღის განმავლობაში ფეჰლევი ასეთ რამეს აანონსებს, რომ რელიგია გაიმიჯნება პოლიტიკური მმართველობისგან, დამყარდება მშვიდობა, იქნება თანამშრომლობა ისრაელთანაც, რეგიონის ქვეყნებთანაც, ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც და მშვიდობიანი პროცესის ფონზე შემდეგ უკვე მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ის ამბობს, რომ მე არ ვაპირებ იმას, რომ ვიყო მეფე, ვიყო შაჰი და დემოკრატიულ გარდაქმნაზე საუბრობს, მოკლედ რომ ვთქვათ, ირანის. ამ შემთხვევაში რეზა ფეჰლევი მადლობას უხდის პირველ რიგში ტრამპს თავის მიმართვაში და ამბობს, რომ ამ სიკეთეს ირანელი ხალხი პრეზიდენტ ტრამპს არასდროს არ დაუვიწყებს, ეს ამბავი ისტორიას დარჩება, ასეთ რამეს ამბობს. მიმართავს ასევე კიდევ ერთხელ ძალოვანებს ირანში და მოუწოდებს, რომ გადავიდნენ ისინი ხალხის მხარეს. მიანიშნებს, რომ ირანის რეჟიმი უკვე დაღუპვის პირას არის, ხამენეის გემი იძირება და ახლა კიდევ ერთხელ ურჩევს, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ ძალოვანებმა, ჯარისკაცებმა, პოლიციელებმა თუ სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლებმა, ვისაც ეყრდნობა პირველ რიგში აიათოლას რეჟიმი. ეს მიმართვა გასაგებია, რასაც ემსახურება. ხალხსაც მოუწოდებს მშვიდობიან მოსახლეობას, რომ დარჩით სახლებში, იყავით მაქსიმალურად უსაფრთხოდ და დაელოდეთ იმ დღეს, როდესაც თქვენ მოგიწევთ კიდევ ერთხელ ქუჩაში გამოსვლა.
რეზა ფეჰლევი ამბობს ასეთ რამეს, რომ ეს ოპერაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის წარმოუდგენლად დიდი მხარდაჭერა ირანელი ხალხის, თუმცა რეჟიმის ცვლილების საქმეში მთავარი და ბოლო ნაბიჯი სწორედ ირანის მოსახლეობამ უნდა გადადგას და ეს უნდა გააკეთოს მშვიდობიანი ფორმით. ის გულისხმობს იმას, რომ როდესაც ამ სამხედრო დარტყმების ფონზე რეჟიმი დასუსტდება, ხალხი კვლავ გამოვა ქუჩაში და სწორედ მას დაუჭერს მხარს თავისი გეგმის კვალდაკვალ, რომელიც უკვე ვახსენე 100 დღიანი გარდამავალი პერიოდისთვის და რეზა ფეჰლევის დაანონსებული აქვს, რომ ის აუცილებლად ჩავა ირანში საჭირო დროს და დადგება თავისი მოსახლეობის გვერდით. ვნახოთ რა მოხდება. მოკლედ ერთია სამხედრო ოპერაცია და მეორეა თუ საბოლოოდ დაამხობენ ირანში არსებულ რეჟიმს, რა მოხდება ამის შემდეგ, როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესი, რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო და ხომ არ გამოიწვევს უფრო მეტ ქაოსს ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ წინასწარ არის პრინციპში მომზადებული გეგმა. ფაქტია, რომ იკითხება რეზა ფეჰლევის მიმართ თავად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესიც, ის კონსტრუქციულ განცხადებებს აკეთებს ისრაელთან მიმართებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის მიმართებით. მას ეთმობა საკმაოდ წამყვან მედიებში დრო, რაც მიანიშნებს იმას, რომ ის მჭიდრო ურთიერთობაში არის ტრამპის ადმინისტრაციასთანაც, მას ჰქონდა შეხვედრები სენატორებთან. და ასე შემდეგ. მოკლედ რეზა ფეჰლევი, რომელიც თავის მხრივ უკვე წლები ამერიკაშია, ის არის სხვათა შორის ამერიკის საჰაერო ძალების პილოტია, მას ეს მიმართულებაც აქვს თავის კარიერაში, სამხედრო მფრინავი არის ამერიკაში მიღებული განათლებით და მოკლედ ინტეგრირებული არის ყველანაირად დასავლურ სამყაროსთან, საკმაოდ განათლებული, სხვათა შორის ამას წინათ ის იყო მიუნხენის კონფერენციაზეც ირანის რეჟიმის ნაცვლად და იქ ერთ-ერთი ინტერვიუს უსმენდი, სადაც ფრანგულად იძლეოდა ინტერვიუს. არაჩვეულებრივად ფლობს ფრანგულ ენას, ინგლისურ ენას ცხადია და ესეთი რაფინირებული პოლიტიკური ფიგურაა საბოლოო ჯამში. იყო ბევრი აზრთა სხვადასხვაობა, იქნება თუ არა მის მიმართ მხარდაჭერა. ირანშიც ჭრელი პოლიტიკური ველია, ასე ვთქვათ, არის სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, თუმცა აი ეს გზავნილი არის მნიშვნელოვანი, რომ ის ამბობს, რომ მე არ ვაპირებ ერთპიროვნულად მართვაში, ერთპიროვნულად ვიყო მართველი, მეფე, შაჰი და ასე შემდეგ, მე მინდა დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა და მე ვარ ის ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი ერთიანდება. ამაზე ვერ ვიტყვით, რომ გადაჭარბებულია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქალაქში, ყველა პროტესტის დროს ისმოდა ფეჰლევის სახელი და გვარი. რეზა ფეჰლევი, რომლის დაბრუნებასაც თავად ირანელები ითხოვდნენ. ნახოთ როგორ წავა ეს მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ახლა მივყვეთ იმას, რაც მთავარი ამბავი არის და უკვე ამ ვიდეოს ბოლო ნაწილში გადავალ საპასუხო რეაქციებზე, ასე ვთქვათ. გასაგებია, რომ ირანს ბევრი მხრიდან ახლა უტევენ, ირანის რეჟიმი საფრთხეშია, მაგრამ ასეთი კარგი შედარება იქნება, ალბათ, ესეთი ცნობილი შედარება, რომ დაჭრილი ცხოველივით არის ახლა ირანის რეჟიმი. მათ აქვთ გარკვეული სამხედრო შესაძლებლობები, მათ აქვთ ბალისტიკური რაკეტები, იმუქრებოდნენ კიდევაც ამის გამოყენებაზე პირველ რიგში ისრაელის მიმართ, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართ, სადაც განთავსებული არის ამერიკული სამხედრო ბაზები და ამ რისკების შესახებ ყველა მიცოდა, თავად ისრაელიც დიდი რესურსების მობილიზებით ემზადებოდა ამ ყველაფრისთვის და ასეც მოხდა პრინციპში, განხორციელდა რამდენიმე ტალღა სარაკეტო იერიშების, როგორც ისრაელზე, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებზე. აღსანიშნავია, რომ წინასწარ იქნა მიღებული ზომები და ამერიკული ბაზებიდან გაიყვანეს პერსონალი, მოხდა ევაკუაცია ამ ბაზებიდან, შესაბამისად, ამერიკული წყაროების ინფორმაციით არ არის მსხვერპლი ამერიკის სამხედრო პერსონალის, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგალითად ყატარში ერთი ადამიანი დაიღუპა, დიდი ალბათობით საუბარია იმაზე, რომ როდესაც ბალისტიკური რაკეტის განადგურება მოხდა ჰაერში, ჰაერს საწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ნამსხვრევის შედეგად მიიღეს ეს მსხვერპლი. ხო, მივყვეთ თანმიმდევრობით, აქ მე მაქვს მაგალითად სიახლეები ისრაელიდან, მიხეილ ხეცოიძის გვერდი არის, ჩვენი მეგობრის და კოლეგის, სადაც ის ახლა განსაკუთრებით ინტენსიურ რეჟიმში ავრცელებს ინფორმაციას. აი აქ არის მაგალითად
ერთ-ერთი პირველი კადრები, სადაც ჩანს შედეგი ისრაელზე მიტანილი სარაკეტო იერიშების ისრაელის ჩრდილოეთში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. დაშავებულები არ არიანო, იუწყება ახალი ამბები ისრაელიდან. აქვე ნათქვამია, რომ ისრაელი სამოქალაქო თვითმფრინავების ევაკუაციას იწყებს. მანამდე გავრცელებული არის ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მასალა, როგორც წესი ისინი ძალიან ოპერატიულად ავრცელებენ ხოლმე კადრებს განხორციელებული ოპერაციების შესახებ. ავიაცია ასობით ობიექტი დაბომბა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარებიო. ამაზე არის საუბარი ოფიციალურ განცხადებაში. პირველადი შეჯამებით სამხედრო ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული არიან ირანის სამხედრო მეთაურების გავლენიანი პირები. ავიაირიშების შედეგად განადგურებულია აიათოლა ალი ხამენეის სასახლე თეირანში. ხო, ნუ აქაც ცხადია არის ბუნდოვანება უშუალოდ მის ლიკვიდაციის საკითხზე. ხო, საინტერესო ნიუსია ესაც, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე დიდი კიბერშეტევა განახორციელაო. ირანში კიბერთავდაცვითი სისტემები პარალიზებულია, არ მუშაობს ოფიციალური საინფორმაციო საიტები და უსაფრთხოების საკომუნიკაციო სისტემები. ირანის რევოლუციის გვარდიის სამხედრო ხელმძღვანელობა ქვეყნის შიგნით და გარეთ კომუნიკაციას ვერ ახერხებს. ესაც თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ისრაელის პრეზიდენტის განცხადება არის, სადაც ის უერთდება ტრამპის და ნეთანიაჰუს მოწოდებებს. ხო, ამას აღარ ჩავიკითხავ, გასაგებია ყველას გზავნილი, პრინციპში, ხო, თავად ნეთანიაჰუს გზავნილიც იყო, ხო, ეს გამორჩა არ მithქვამს, ნეთანიაჰუმაც პრინციპში მხარდაჭერა გამოუცხადა ირანელ ხალხს, თქვა კიდევ ერთხელ, რომ ირანის რეჟიმი, მათი ბირთვული პროგრამა, მათი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და არსენალი არის ეგზისტენციალური საფრთხე ისრაელისთვის და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეწყოთ ეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად და ადასტურებს ისევ იმას, რომ სრულ კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან. კიდევ რა არის აქ, სისხლის დონაციის ცენტრები რომ იხსნება და სამედიცინო დაწესებულებები რომ განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს ისრაელში, ეს ჩვეული პრაქტიკა არის, ისინი მიჩვეული არიან ამ სტანდარტებით მუშაობას და ისრაელში საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ უნდა დაემორჩილოს იმ მითითებებს, რასაც სარდლობა იძლევა. ხო, აქ არის ერთ-ერთი ბოლო ნიუსი, სადაც ნახსენებია, რომ მორიგი სარაკეტო იერიში არისო ისრაელზე, ეს არის თბილისის დროით დაახლოებით 15 საათზე გავრცელებული ინფორმაცია, სადღაც საათნახევრის წინ, ხო, იყო რამდენიმე სარაკეტო იერიშის ტალღა, მე ხლა სულით მივყვები, ასე ვთქვათ, ბოლო ნიუსიდან დავიწყე და მივყვები მანამდე რა ხდებოდა, თავშესაფრებში ხალხი ჩადის, კიდევ ერთი იერიშის შესახებ არის ამ შემთხვევაში საუბარი, რომელიც 9 საათით ადრე იყო და ხედავთ რამდენი ლოკაცია არის მონიშნული. ხო, მოკლედ აღარ გავაგრძელებ, ისრაელზე რამდენიმე ტალღა ვნახეთ ჩვენ ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების თავდასხმის, თუმცა ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, მხოლოდ ერთი ნიუსი ვნახეთ, სადაც იყო საცხოვრებელი სახლის დაზიანების ამბავი ნაჩვენები. ისრაელი არ არის ერთადერთი სამიზნე, როგორც თქვი, გადავინაცვლოთ ახლა სხვა მიმართულებებზე რეგიონში, სად განხორციელდა დარტყმები. აქ მაგალითად საუბარი არის იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მეხუთე ფლოტის ბაზაზე ბაჰრეინში მიიტანეს ბალისტიკური რაკეტით იერიში, ვნახოთ ეს კადრი. მოფრენა ჩანს პირდაპირ. ხო, როგორც თქვი, ამ რისკებს აცნობიერებდნენ და ევაკუაცია განხორციელდა სამხედრო ბაზებიდან და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა ცოტა ხნის წინ ცნობები იმის შესახებ, რომ მათ რიგებში არ არის მსხვერპლი აი ამ სარაკეტო იერიშების ფონზე. ამ ნიუსშიც ვკითხულობთ, რომ ბაჰრეინი და ყატარი იყო ირანის სარაკეტო იერიშების სამიზნე. საჰაერო განგაში გვაქვს.
აქ დარტყმა არ არის ნაჩვენები. რაც შეეხება შემდეგ ვიდეოს, აქ კი ბატონო. შემდეგ რა გვაქვს, ეს უკვე არის დუბაი. დუბაის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტის განადგურების კადრს ხედავთ. ამ ვიდეოს ავტორი აშკარად მაინც კარგ ხასიათზეა, მშვიდად არის, მუსიკას უსმენს და წყნარად იღებს ამ კადრს. დუბაიში ასევე ვნახე ნიუსი, რომ სატრანსპორტო კოლაფსი იყო ნაჩვენები, ხალხი მაინც, გარკვეული ნაწილი არის პანიკაში და ეს აბსოლუტურად გასაგებია, როდესაც ბალისტიკური რაკეტები მოფრინავს, შეუძლებელია რომ შვიდად უყურებდე და იყო გარკვეული ქაოსი ნაჩვენები დუბაიში, ისინი ცდილობდნენ უსაფრთხო ადგილებზე შესვლას. იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში მთავარი საფრთხე არის ნამსხვრევები. გასაგებია, რომ ამ სარაკეტო იერიშებს აქვს კონკრეტული სამიზნე, ეს შესაძლოა იყოს სამხედრო ბაზა და იმ სივრცეში ადამიანი არ გაჩერდეს, თქვათ მოერიდოს ასეთ ზონებს, მაგრამ მეორეა, რომ როდესაც ბალისტიკური რაკეტები მოფრინავს და მას ანადგურებენ ჰაერში, ნამსხვრევები სად დაეცემა კაცმა არ იცის. ამიტომ მაინც ეს დღია სივრცეებში არავის არ სურს, ცხადია და პირველადი ინტერესი საკუთარი უსაფრთხოება და ზრუნვა არის, თუმცა ამ ყველაფერმა გამოიწვია გარკვეული პანიკა და კოლაფსი, სატრანსპორტო კოლაფსი დუბაიში, ამაზე ვრცელდებოდა ინფორმაცია. ეს უკვე არის დოჰა, სადაც ასევე განხორციელდა სარაკეტო დარტყმა. ნახოთ ეს მასალა. ხო, მოკლედ ომანის გარდა, რომელიც ჩართული იყო მოლაპარაკებებშიც, მოგეხსენებათ, ვინც თვალსადევნებდით პროცესს, სწორედ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი უწევდა მედიატორობას, ასე ვთქვათ, ამერიკულ მხარეს, კუშნერის და უიტკოფის ჩართულობა იყო ამერიკული მხრიდან, მეორეს მხრივ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებში მონაწილეობდა და ომანი იყო ჩართული ამ პროცესში როგორც შუამავალი. ომანის გარდა გარშემო ყველას დაარტყეს, ყველგან სადაც განთავსებული არის ამერიკული სამხედრო ბაზები, მიტანილი არის იერიში. ამას უკვე მოყვა პირველი რეაქციები საუდის არაბეთის, ასევე ემირატების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ისინი უფლებას იტოვებენ, პირველ რიგში იყო განცხადებები, რომ ისინი უფლებას იტოვებენ საპასუხო დარტყმები მიაყენონ ირანს, რომელმაც მათი სუვერენიტეტი დაარღვია და შემდეგ უკვე მოგვიანებით ვნახე განცხადებები, რომ ორივე მათგანი, ანუ საუდის არაბეთიც და ემირატებიც ერთვებიან, გამოთქვამენ მზაობას, რომ ჩაერთონ სამხედრო ოპერაციაში ირანის რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა ჯერჯერობით არ დადასტურებულა ინფორმაცია რომელიმე მათგანის უშუალოდ სამხედრო მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით, ვნახოთ, გამოჩნდება ახლო მომავალში. ჯერჯერობით სახეზეა მასშტაბური ოპერაცია ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, კომპლექსური და ბევრი რაკეტა დაფრინავს ახლა ირანის სხვადასხვა ქალაქების თავზე, იქნება ეს ტომაჰავკები თუ სხვა ტიპის რაკეტები კონკრეტული სამიზნეებისკენ მიმართული. ვნახოთ როგორ წავა პროცესი, როგორც დასაწყისშიც გითხარით, განსხვავებულ რეჟიმში ვიმუშავებ, ვეცდები რომ მოუყარო თავი პერიოდულად გარკვეული საათების შუალედებით მნიშვნელოვან ინფორმაციას, მნიშვნელოვან ცნობებს და შემდეგ ვიდეოებს უკვე ახლო მომავალში ნახავთ ამ არხზე. თუ საინტერესო იყო თქვენთვის ვიდეო, დაალაიქეთ, დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, როგორ განვითარდება პროცესი, გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები და ჩაერთეთ დონაციაში თუ ამის სურვილი გაქვთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც არის უკვე ჩართული დონაციაში. მონაცემები მითითებული არის ვიდეოს აღწერაში, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, აუცილებლად ძალიან მალე დავბრუნდები. ნახვამდის.